უწყoti სახალხო წინააღმდეგობის 100 დღე საქართველოში უპრეცედენტო პროტესტის აღსანიშნავად პროცესების ეპიცენტრში პარლამენტის წინ მოქალაქეები დღესაც შეიკრიბებიან. მანამდე დაგეგმილია მსვლელობები და აქციები უკვე ტრადიციულ ადგილებზე. პროტესტის მე-100 დღეს შეიკრიბებიან გორში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ჩხოროწყუსა და ახმეტაში. ყველა ქალაქში ახალი არჩევნების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნებით გამოვლენ. ნანო ჩაკვეტაძე დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. 7 მარტი უწყვეტი და უკომპრომისო პროტესტის მე-100 დღე მოქალაქეებისთვის სიმბოლური თარიღია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე რეჟიმი პოზიციებს არ თმობს და უწყვეტი პროტესტის არც ერთ მოთხოვნას არ პასუხობს პირიქით, უფრო და უფრო ზღუდავს მოქალაქეების სიტყვისა თუ შეკრების თავისუფლებას, გაბრაზებული ხალხი ფაქტია დანებებას მაინც არ აპირებს. ბოლომდე ეს არის დღევანდელი მასშტაბური საპროტესტო აქციის სახელწოდებაც და მთავარი გზავნილიც. დედაქალაქში საპროტესტო აქცია ტრადიციულ ადგილას, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. ასევე ტრადიციულ დროს საღამოს 8 საათზე. თუმცა იქამდე დღის მეორე ნახევრიდან უკვე მრავალფეროვანია დღევანდელი მარშებისა და მსვლელობების გრაფიკიც. 18 საათზე დედაქალაქის მერიასთან არქიტექტორები შეიკრიბებიან. 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში პროფესორები და სტუდენტები. პარალელურად 19 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობასთან მაუწყებლის მცველები გამართავენ საპროტესტო აქციას სინდისის პატიმრების სოლიდარობისთვის. ყველა ეს აქცია დღეს მსვლელობით ერთი მიმართულებით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრება. დღეს 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში გვექნება აკადემიური საზოგადოების შეკრება და აქცია, საიდანაც შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის გამზირზე პროტესტს და ეს სწორედ ერთის მხრივ არის იმის მანიშნებელი, რომ როგორც საზოგადოება უნივერსიტეტიც დღეს არის კრიზისში და ეს აკადემიური საზოგადოების პროტესტი არის უფრო ფართო საზოგადოებრივი პროტესტის ნაწილი. დღეს უკვე მე-100 დღე არის რუსთაველზე პროტესტი უწყვეტად დინარებს ჩვენ სტუდენტებიც 53 დღე უკვე რაც ვიკავებთ უნივერსიტეტების შენობებს და აქედან ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს. მნიშვნელოვანი თარიღი არის მე-100 დღე და ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, რომ აკადემიური სივრცის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა ჩვენი საქმე კიდევ უფრო მეტად გამოვხატოთ. უკვე ასეთი დღე რაც ქვეყანაში უწყვეტი აქციები მიმდინარეობს და ამას წლის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი დღე, როდესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი და არა მხოლოდ მთავარი გამზირი გადაკეტილი არ ყოფილა. ვფიქრობ, მთელი ამ დროის მანძილზე ქართულმა მოსახლეობამ ნათლად კაფიოდ დააფიქსირა თავის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ როგორი მომავალი უნდათ და სად უნდათ ეს მომავალი და დარწმუნებული ვარ ასე ერთიანად გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ ბრძოლაში არ იყო მხოლოდ თბილისი ჩართული, არამედ უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში და ქუთაისში და აქციის მონაწილეობა მათი ცხოვრების სტილით, ღირებულებებით და პრობლემის გადაჭრის სწორი გზის არჩევით თან მსოფლიოს დაუმტკიცეს ჩვენი ევროპელობა. გარდა თბილისისა, უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს აქციები გაიმართება ასევე რეგიონებშიც. ახალციხე, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ქუთაისი, ჩხოროწყუ და ახმეტა. საპროტესტო აქციები რეგიონებში საღამოს 6 საათიდან ერთმანეთის მიყოლებით დაიწყება. მოთხოვნები რასაკვირველია უცვლელია. ახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.